სამწუხაროა, რომ რამოდენიმე დღის წინ პარლამენტის უმრავლესობამ ვარი გითხრა, რომ მიგვეღო სპეციალური განცხადება ბოინგის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით და გუშინ თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა გააკეთა კონკრეტული მინიშნება, თუ ვის თulis ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დამნაშავედ იმ ბოინგის ჩამოვარდნაში, სეპარატისტების ხელშეწყობაში და კონკრეტულია საუბარია რუსეთის და რუსეთზე და კრემლზე. ავიაკატასტროფასთან და ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზეთ უმრავლესობას ერთობლივი განცხადების მომზადება, რაც მიმაჩნია, რომ სწორია და საქართველოს უნდა გამოხატოს თავის პოზიცია ამ ძალიან ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ ამ ეტაპზე უარი და ახსნა იყო ის, რომ უმრავლესობას ჭირდება ჩამოყალიბება იმისათვის, რომ მათ კონდეთ რაღაც საერთო პოზიცია. ჯერჯერობით ასეთი რამ არ არის, ჩვენთვის არავის არ მოუმართავს, ჩვენ მზად ვართ კვლავ მივიღოთ ასეთ განცხადება.